ნუცა არ გაბედო მამაჩემის დაჭერის და ჩემი ოჯახის დევნის პერიოდის ხსენება. როცა მჭირდებოდა და მე არასრულწლოვან პატარა ბავშვს და გთხოვე გვერდში დამდგომოდი, გებრძოლა ჩემთან ერთად, დაიკარგე. ერთი წერილი არ მიგიწერია მამაშენისთვის ციხეში და ერთ სასამართლოს არ დასწრები ხარ. რა უნდა გელაპარაკო? ახლა ბედავ და სპეკულირებ ჩვენი ოჯახით. არ გამოგივა. როგორ ბედავ რომ ადარებ ამ სიტუაციას. სად მიყავდათ და მოყავდათ ირაკლი. მამაჩემი საკუთარი მამის გასვენებაში არ მოიყვანეს და გზიდან მიაბრუნეს ციხეში იმ არადამიანმა ნაცებმა, ვის გვერდითაც ასე ბედნიერით გახარ. წერს ირაკლი ბათიაშვილის ქალიშვილი ირინა ბათიაშვილი მის უფროს დას, ნუცა ბათიაშვილს და ეხმიანება Facebook პოსტს, რომელიც ნუცა ბათიაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ირაკლის საკუთარი მამის დამარხვის და ბოლო გზაზე გაცილების უფლება არ მისცეს ნაცებმა და აქ ვინც იმით ხარობთ, ღმერთმა გაგცეთ პასუხი ყველას. მამაჩემი მაშინ მეშვიდე საპყრობილის ჭურღმულში ყავდათ გამომწყდეული, რომელთანაც შედარებით ახლანდელი ციხეები ოაზისია. მარტო საბჭოთა კავშირის და ტოტალიტარულ რეჟიმებს ჰქონდათ ის აბსურდული მუხლი, რითაც ირაკლი გაასამართლეს. ინტელექტუალური დახმარება ამბოხებაში. ამ მუხლით გაასამართლეს. შეიარაღებული გადატრელების მცდელობისთვის არ გაუსამართლებიათ. ეს იყო აბსურდული. მოგონილი და შეთეთქმული ბრალდება და შენ, ნუცა, ხარ სამარცხვინო და მატყუარა ქალი, რომელიც შენი გამზრდელი ბებიის, მამაჩემის დედის, რომელიც გადაყვა მთელი ბავშვობა, პანაშვიდებსაც კი არ მოხვედი. გაუგნებული დარჩა მთელი საზოგადოება შენი ასეთი არაადამიანობით. ამ ადამიანს, რომელიც ასე უსირცხულოდ იტყუება და თან მამაჩემის გვარს ატარებს, ასე გავცემ პასუხს. ირაკლი პოლიტიკურ პატიმრად თელმა საქართველომ, Amnesty International-მა, Human Rights Watch-მა, ყოფილმა დისიდენტებმა და მათ შორის ბუკოვსკიმ აღიარა. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ირაკლი ბათიაშვილი იყო უსამართლოდ გასამართლებული. მამა რომ გაყალბებული და დამონტაჟებული აუდიო ჩანაწერი დააპატიმრეს, ეს სტრასბურგის სასამართლოს პრეს-რელიზშიც წერია და ისიც მითითებულია, რომ ამ ჩანაწერითაც არ დგინდებოდა მისი დამნაშავეობა. ამდენი წელი გავიდა და შენი უსაქციელობა რაც საერთოდ იქადრე არსად მithქვამს, მაგრამ მართლა შენს უზნეობას საზღვარი არ აქვს. გულისამრევია შენი სახედაკარგულობა და უსინდისობა. სამწუხაროა და მეცოდები, რომ ბათიაშვილების არაფერი გწყია. თუ შენი უზნეობა იქამდე მივიდა, რომ მამა შენი დამნაშავედ მიგაჩნია, როდესაც ის მთელ საქართველოს, ეკლესიას და საერთაშორისო საზოგადოებას პოლიტიკურ პატიმრად და უდანაშაულოდ მიაჩნიათ, ჩემი მოთხოვნაა, თუ ოდნავ მაინც თავმოყარება შეგჭა, უარი თქვი მამაჩემის გვარზე. რატომ ატარებ მამაჩემის გვარს? ეთყობა კარგად იყენებ, სადაც გჭირდება. წერს ირინა ბათიაშვილი. ნუცა ბათიაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ ნაცმოძრაობის მმართველობის დროს, როდესაც ირაკლი ბათიაშვილი პატიმარი იყო, მამის პანაშვიდებზე მთელი დღის განმავლობაში ყავდათ მიყვანილი, ხოლო ზურაბ ჯაფარიძე დედის პანაშვიდზე მხოლოდ 20 წუთით გაუშვეს. 20 წუთით მიიყვანესო ზურაბ ჯაფარიძე დედის გასვენებაში. 20 წუთით. როგორ და რანაირად მაგის კადრები ხომ ყველა ვნახეთ. ირაკლი ბათიაშვილი პატიმარი რომ იყო, შეიარაღებული გადატრელების მცდელობისთვის, რაც მოგონილი დანაშაული არ ყოფილა, სხდომაზე არ გამოცხადებისგან განსხვავებით. მამამისის პანაშვიდებზე იდგა მთელი დღე და კაცი ჭამიან ნაცებს ისე მიყავდათ და მოყავდათ, თუ არ იცოდი ვერ მიხვდებოდით რომ ციხეში იჯდა. რუსის და ფულის მონები რომ არიან გავიგეთ, მაგრამ ასეთი რას ივერაგე უფუთფუთებთ, ასეთ რა ნაძილობაზე არიან დამყნობილი, მე აღარ მესმის. მაგრამ მაინც ნაციკოცია ერთია. წერს ნუცა ბათიაშვილი.